აი შემოგვიერთა ჩვენი უძვირფასესი ქეთი შემგენაცვალე. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ადამიანებო. ძალიან მიხარია რომ დღეს აქ ხედავთ და სანამ შემოვიდოდი იცით რას ვფიქრობდი. რა თქმა უნდა ძალიან ბევრ სფეროში მაქვს ისეთი შეგრძნება რომ აი რაღაც მამას ნაწილი სულ ჩემთან არის, მაგრამ განსაკუთრებით მკაფიო და მკვეთრად არის რა თქმა უნდა როცა თქვენთან ერთად ვარ. აი თითოეულ თქვენთაგანში ვხედავ მამას და ეს ისე მავსებს და ბედნიერი ვარ ყოველთვის როცა ჩვენ ერთად ვართ. ივერიელები. დღეს მამას პიჯაკი მოცია ის. როგორც მაშინ ჩვენ ნომერში რომელიც შენ გააკეთე ვცდილობ რომ რაღაცნაირად მით უმეტეს როცა გადაცემებია მიძღვნილი მამას ხსოვნას რაღაცა მისი ფაქტობრივი ფიზიკური ნაწილიც ჩემთან ერთად იყოს. იცით როდესაც მისი ხმა ჟღერს არ მაქვს აი ეს შეგრძნება რომ რაღაცა დიდი ხნის წინანდელი მასალა და წასულია. აი ძალიან ცოცხალი ენერგია მოდის დამეთანხმებით ბატონო ჯამალი. და აი ჩვენ ერთად პროექტში რომ მონაწილეობდით, ნამდვილად გასაოცარი იყო რომ აი ესეთი რეაქცია, ესეთი პატივისცემა და სიყვარული გამოხატა ადამიანებმა. მადლობა ყოველთვის ამის თქმა ნამდვილად არასდროს დამავიწყდება და ხარიზმატული პიროვნება იმიტომ იყო რომ ხარიზმატული ენერგიას ფლობდა პოზიტიურ ენერგიას და მეტიც აი მისი გაცემა შეეძლო და დამუხტვა ყველაზე დიდი აუდიტორიის და ცხოვრებაშიც ბატონო ჯამალ აი გიამ რაც იკითხა გულწრფელია კი და უყვარდა ადამიანები ნამდვილად აი ნამდვილი სიყვარულის გზნობა ამოძრავებდა ყველაფერში ცხოვრებაში აი ახლაც მე ადრეც მიხსენებია რომ ძალიან ხშირად მწერენ სოციალებში და ისედაც პირადად როცა ხვდები ადამიანებს რა ისტორიებს ყვებიან თითქოს მათთვის აი ოჯახის წევრი ან ნათესავი ან მეგობარი ძვირფასი ადამიანია სადღაც მაღაზიაში რა ეხუმრა როგორ ესაუბრა ვიღაცას რაღაც უყიდა იქ თითქოს ის ნამცხვარი უნდა და რაღაცა იხუმრეს ამაზე. აი, ყველა ახლობლათული და თავის კი, ბაზარი, მაღაზია, ნუ მეგობრები ცხადია. გამცემი იყო, უყვარდა მეგობრებიც და ჩვეულებრივი ხალხიც და ნუ ჩვენს მიმართად ზუსტად ეგეთი იყო. ზუსტად ეგეთი ძალიან ყურადღებიანი მამა იყო, ძალიან ყურადღებიანი მეუღლე. ნუ ბაბუაზე არ ვიძახი ანდრიას ფაქტიურად მამობა გაუწია მამიკომ დიდი მეგობრები იყვნენ ყველაფერს აკეთებდა ეს მახსოვს კალათბურთზე რომ დადიოდა თურქეთშიც გაყვა აბა მარტო ეშინოდა რომ გაეშვა და წავიდა იმათთან ერთად კი ნუ არ ვიცი თვითონ ბაზარში დადიოდა ხშირად ძალიან უყვარდა სახში რაღაცების გაკეთება და ამზადებდა კულინარიაში ჩემპიონი იყო კი ნამდვილად მე სულ ვიძახი რომ ყოფილიყო კულინარი შეფი იქნებოდეთ ამერ ძალიან მაგარი ხელი ჰქონდა ყველაფერში ნიჭიერი იყო კი სცენარზე ესე იგი მიგვერდით წახალტურებას ვერ ბედავდით რა ესე იგი ეშროდ მუშაობდა და პუნქტუალობა პასუხისმგებლობის გრძნობა ერთი საათით ადრე მოდიოდა ლამის და ერთ დავამატებდი კიდევ აი იმ ფრაგმენტის წინ რომელიც ახლა მინდა შევთავაზო ჩვენი შოუს მაყურებელს რომ არ მეგულება მე სხვა მომღერალი მიუხედავად იმისა რომ ჩვენ განებივრებული ვართ შესანიშნავი შემსრულებლებით სცენაზე რომ სამშობლოსთვის ასე მღერა და სცენიდან ასეთი მართალი სიტყვის და ინტონაციის გაჟღერება შეძლებოდა როგორც ამას ახერხებდა თეიმურაზ სიგლაური. Შუენიერი ორსხოვა შუა კავკასიის ქედი და სიტყვა ვინმე ბერგულში ლახაჩნია არავით არის ხოა სამშობლო ამასე მედი არავით არის ხოა გზას ნაარ გამაჩნია არავით არის ხოა სამშობლო ამასე მედი არ გამაჩნია ოფლის სიხესთან სისხლისფერი გაგაჩოს სვეტი
არა დაღლის დასახლის ალბათ მაცნე არავით არის ხო სამშობლო ამას მედი არ გამაჩნია არავით არის ხო სამშობლო ამას მედი არ გამაჩნია